შედაგეთახმებოდით იმაში, კერძოდ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა თქმა უნდა არის ესენი რომ deep states რასაც ეძახიან, რაც რეალურად არის სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიის არამხოლოდ ტრადიცია რაღაც თვითონ საზოგადოებაში, არამედ ინსტიტუციებია, უამრავი სასამართლო სისტემაა დამოუკიდებელი და ავტორიტეტული, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ აი, ну თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ყველაფერი რაც ამ ოლიგარქიულ ფინანსურ ინტერესზე აქვს. ამ შემთხვევაში ილონ მასკი კი ნამდვილად იყო ის ფიგურა, რომელიც ხიად უჭერდა მხარს იგივე ევროპაშიც, თქვათ ყველა ულტრამემარჯვენე, ანტისისტემურ, ანტიევროკავშირულ განწყობების მქონე პოლიტიკურ ძალებს და ამ ხრივ პრინციპში მისი და ტრამპის დაპირისპირება ნამდვილად შანსიც არის ერთგვარი იგივე დემოკრატებისთვის ან იგივე შედარებით რესპუბლიკური პარტიის პროზომიერი მთისთვის. გარკვეული მინიშნებები გააკეთა დემოკრატებსაც დაუფინანსებ, მაგრამ პასუხი ტრამპის იყო საკმაოდ მკაცრი ამ ხრივ. ჩვენ არსებულ სიტუაციაზე რაც მინდა რომ აი ჩემ შეკითხვას ჩვენთან რთული ვითარებაა, ჩვენთან თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით, რომ ჩვენთან ერთ ადამიანზე აგებული მთელი სისტემა, რომელსაც სისტემაც არ შეიძლება უკვე უწოდოთ, ეს პოლიტიკური სისტემა კი არ არის, ეს არის ერთი ადამიანის რაღაცა მოსამსახური კანტორა. აი, სხვა ამას ვერ დავარქვევთ, რა ჩვენთან არის და ეს თავისთავად ჩვენ რო იყოთ სადღაც ახლა აი ერიტრეას ტიპის სახელმწიფო, ანუ რომელსაც არავის არ აინტერესებს იქ რა ხდება. და არ ვიყოთ ისეთ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, სადაც იკვეთება ძალიან ბევრი დიდი სახელმწიფოების ინტერესი. Ну, ეს იქნებოდა უბრალოდ ჩვენ ვიქნებოდით ერთი რაღაცა მივიწყებული ქვეყანა, სადაც რო ვიღაცა ახირებული ხალხი. თუმცა ბატონო დავით, თავად ქართული ივანიშვილი ამ ჩვენ გზაჯვარედინზე ყოფნას და ჩვენს აუცილებლობას მათ შორის მასშტაბური გლობალური პროექტებისათვის იყენებს, ცდილობს რომ გამოიყენოს არგუმენტად, რომ დემოკრატიას და ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ სისტემას და პროცესს შეეშვით, აქ მე ვიქნები სიტუაცია, ანუ ქურდად მე ვიჯდები, მაგრამ თქვენ რაც გაინტერესებთ დანარჩენ იმ თემებზე, იმ პრობლემებს მოგიგვარებთ. გაზ გავატარებ, ნავთობს, ტრანზიტს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართულ ოპოზიციას და ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა. მიზანს წარმოადგენს ამ ტიპის ოლიგარქიული სისტემის დანგრევა, ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება და ქვეყნის დაბრუნება ევროპული დემოკრატიული განვითარების რელსებზე. ხო, სადაც ძალიან შორს შეიძლება წასული არ ვიყავით, მაგრამ ფაქტია უკვე მოჩანდა ის თაღი ევროკავშირის, სადაც უკვე გველოდნენ და გველიანდნენ. ოფიციალურად ყველაფერს დავიდავდნენ. და ნუ პოლიტიკური პროცესიც მიყვებოდა ამას 195 დღე არის დღეს უწყვეტი აქციების ადამიანები ძალიან ბევრს წირავენ ამისთვის ციხეში მყოფი პოლიტიკური პატიმრები სინდისის პატიმრები რომლებიც ჩემი აზრით ნამდვილად არიან სინდისის პატიმრები აგრძელებენ თავიანთ წინააღმდეგობას მშობლები აი დღეს ქალბატონ მარის და არა მარტო მას უყურებდი სამეგრელოში იყვნენ და ნუ ამ ადამიანების თუნდაც კომენტარებს რო უყურებ და უსმენ საინფორმაციო გამოშვებებში ნუ შთაბეჭდილება მიჩნდება რომ არანაკლებ თუ უფრო უკეთესად არ არტიკულირებენ პოლიტიკურ ენაზეც მათ შორის გარდა იმისა რომ მათი როლი მათი მდგომარეობა სხვა ემოციურ განწყობას და უკავშირს იწვევს ვიდრე ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ამ ხრივ გარკვეული გაუგებრობები კი არა სერიოზულიც არის რაც უკავშირდება კალენდარულ კონსტიტუციურ არჩევნებს მე ვიცი რომ თქვენ იმ ნაწილს მიეკუთვნების ადამიანების რომლებიც განიხილავთ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესაძლებლობას როგორ ფიქრობთ უფრო მკაფიოდ იმიტომ რომ რეალურად მე ვარ იმ მოდელის მომხრე, რომელიც უფრო დაასუსტებს ხელისუფლებას, რომელიც უფრო გააძლიერებს წინააღმდეგობის მოძრაობას. რა ძალიან ზოგადად რო თქვა, ეს არის ჩემი მიზანი და არა ის რომ რაღაცა მე პირადი ინტერესი არაფერი არ მაქვს, მე არც პარტიის წევრი ვარ, არც კენჭისყრას ვაპირებ სადმე, არც თანამდებობაზე წასვლას. ეხლა აქ არის სამი ვარიანტი, სულ სამი ვარიანტია. ერთი ვარიანტი არის რომ ყველა მეტნაკლებად სხვილი ოპოზიციური ძალები არიან ბოიკოტში. აცხადებენ ბოიკოტს. მეორე ვარიანტია რომ ეს მსხვილი ოპოზიციური ძალები ყველანი მონაწილეობენ და საერთო კანდიდატები ყავთ. აფერხებენ რაღაცა გაერთიანებას ძალების და ცდილობენ არჩევნების მეშვეობით ასე ვთქვათ გააგრძელონ ბრძოლა ხელისუფლებასთან და მესამე რაც დღეს გვაქვს და სამწუხაროდ ეს არ არის კარგი ვარიანტი და რაც ყველაზე რეალისტური ჩანს ნაწილი გავა არჩევნებზე ნაწილი არ გავა გაიქნება ბოიკოტში ერთი მეორეს გამოაცხადეს მოღალატეს მეორე პირველს გამოაცხადებს და ამას რა მოყვება ეს ცალკე საკითხია მე ანუ ხელისუფლებისთვის ეს ყველა ვარიანტი ყოველ შემთხვევაში კარგია ეხლა ამ სიტუაციაში მე პირადად მიმაჩნია რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი არის არა ეს ბოლო არამედ ბოიკოტი
რატომ არის ყველაზე ცუდი? ხა ბოიკოტის შესაძლოა იყოფილიყო განხილული იმ პირობებში თუ ამ ბოიკოტს რაღაცები მოყვება. ანუ მე რო არ მივიღებ მონაწილეობას, ამით მე გავზრდი პროტესტის ძალას, ერთის მხრივ ხელისუფლებას უფრო მეტად წამოვიყვან დათმობებზე, რაღაცეებს დავათმობინებ, რაღაცეებს მაინც თუ იმას ვერ ვახცევ რომ საერთოდ დავანგრიო შიგნიდან, ეხლა ეს თუ შემიძლია საერთოდ რა პრობლემაა, მაშინ ან არჩევნებში მონაწილეობა რა პრობლემაა, ეხლა შენ თუ შეგიძლია ხელისუფლება დაანგრიო, მაშინ არჩევნებშიც დაანგრევ. უფრო მეტად თუ მოხდებოდა ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან იგივე ხელისუფლებაზე, ამ შემთხვევაში ბოიკოტი პრინციპში სრულიად მისაღები იქნებოდა. უბრალოდ შიშობდა პრინციპში დარწმუნებულიც ვარ, რომ ასე არ მოხდება. ანუ დღევანდელი ჩვენი ოპოზიციური პარტიების და საერთოდ ის სიტუაცია, რაც შექმნილია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ აი რო იტყვიან ჩემი ძალიან ღრმა პატივისცემა და ერთგვარად აღფრთოვანებულიც კი ვარ იმით, რომ ამდენი ხანი პროტესტი გრძელდება, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შიგნიდან დაინგრეს. ეს საკმარისია იმ სტატუს quo-სთვის, სადაც დღეს ვართ. პლუს ახლა ხელისუფლებამ თუ კი ოდესღაც ადრე წინა თქვათ ყობახიძის პრემიერობამდე ყოველ შემთხვევაში ივანიშვილი მაინც ცდილობდა ისე ეთამაშა, აი ზოგჯერ რაღაცა როცა ხალხის დიდი უკმაყოფილება იყო, დროებით უკან დაეხია და მერე გადასულიყო შედევრზე. ხო, რაღაცა ისე უკან წაღებას. ახლა ასე აღარ ხდება. ახლა ძალიან ხისტი პოზიცია აქვს. არაფერს ხელისუფლება ართმობს აბსოლუტურად და პირიქით. ღებულობს აბსოლუტურად ისეთ კანონებს, რომლის მსგავსიც მე მგონი არ ვიცი ახლა. სიტყვა დრაკონურის ნიშნულობა ამ შემთხვევაში. ცოტა ხანში მე მგონი ვინც ხმას აძლევს, იმათაც კი არ დაესიზმრებოდათ, რომ ეგეთი რაღაც სასწაულია, ესე იგი რომ არ გვაგინოთ, არ გაგულანძღოთ, საერთოდ ხმას ნოიღებთ, ყველას დაგიჭერთ, ყველას ციხეში ჩაგსვამთ, ყავს 60-ზე მეტი მგონი სინდისის და პოლიტიკური მოტივით დაჭერილი ადამიანი, ძალიან მძიმე და ანუ მიდის პირიქით ესკალაციაზე მიდის ხელისუფლება, ხო? ამ ვითარებაში ახლა ბოიკოტის გამოცხადება, რომელსაც არ მოყვება, რითი დამთავრდება ბოიკოტი. რა დამთავრდეს ბოიკოტს? ბოიკოტი დამთავრდება იმით, რომ ოპოზიცია წარმოაჩენს თავის სისუსტეს. კერძოდ არ შემდგომარეობს ეს. ოპოზიცია თავიდანვე აცხადებს, რომ მას არ შესწევს უნარი, რომ გააკონტროლოს არჩევნების, ასე ვთქვათ, გააყალბებს თუ არა ხელისუფლება, მათ შორის თბილისში, სადაც ყველა მონაცემებით, მათ შორის 2024 წლის გაყალბებული არჩევნების სტანდარტითაც კი ოპოზიციის უპირატესობა. ანუ ამბობს, რომ მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ეს არ შემიძლია. ამიტომ არ მინდა მონაწილეობა. აზრი არ აქვს. მაინც იმას დაწერს რაც უნდა. ეს არის ერთი მხრივ დასავლეთში ძალიან მკაფიო სიგნალი დასავლეთისთვის, რომ აქ ოპოზიციას არ აქვს და ოპოზიციაში იგულისხმება ყველა ამ შემთხვევაში. მე არ ვყოფ აქ პოლიტიკურ პარტიებს და აქტივისტებს, იმიტომ რომ ეს ერთიანი ფრონტია. ჩემი აზრით. ამ ვითარებაში, როდესაც შენ ვერ ახერხებ არჩევნების გაკონტროლებას, ვერ უწევ წინააღმდეგობას ხელისუფლებას სხვა მხრივ ხა. ხელისუფლება მშვიდად აკომპლექტებს ყოველგვარი გაყალბებული არჩევნების გარეშე, ბუნებრივია ხა ითქმება დასავლეთიდან, რომ ეს არჩევნები არაკონკურენტულია და არ იყო ეხლა მთლად კონკურენტული და სამართლიანი, იმიტომ რომ არ მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მათ ლეგიტიმაციას არ მოუმატებს. არა, არ მოუმატებს. მაგრამ ამ ლეგიტიმაციაზე სამწუხაროდ დიდად უკვე როგორ ჩანს. თავისთავად არ მოუმატებს, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლებას ლეგიტიმაციის საკითხი აწუხებს, მაგრამ მას ჭირდება მინიმალური ლეგიტიმაცია. მას არ ჭირდება ევროპაში ინტეგრაცია. ის პროევრაზიულ სივრცეში, სადაც რუსეთი, ჩინეთი, აი ირანი, აი ამ სივრცეში ცდილობს დამკვიდრდეს. ამიტომ მას ჭირდება ელემენტარულად ვაჭრობა დასავლეთთან, სავაჭრო გზები, აირიდოს თავიდან სანქციები და ეს უფრო რეალისტური გახდება, უფრო რეალისტური. მე არ ვიცახი რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთში დარწმუნდებიან რომ აქ ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს. და ის ასე თუ ისე სიტუაცია უჭირავს ბოლომდე. ამიტომ მგონია რომ ბოიკოტი ამ შემთხვევაში უფრო უძლურების გამოხატულება ვიდრე პრინციპულობის. მე მესმის მორალურად რომ ნუ არ უნდა ამ ადამიანებს რაღაცა ინტერაქცია ამ მოძალადი ხელისუფლებასთან. ეს ჩემთვის ახლა ფსიქოლოგიურად ძალიან გასაგებია, მაგრამ პრინციპში პოლიტიკური შედეგები ამ ბოიკოტს კარგი არ მოყვება. ხა მეორე ვარიანტი ავიღოთ,
ჩემი აზრით იდეალური არა, მაგრამ სწორი იქნებოდა. ოპტიმალური. ყველა შეთანხმებული ეს აუცილებელი პირობაა, ჯერ საზოგადოებრივ აზრზე მუშაობ. სხვა შორის აქ ერთი ინფორმაციაც გავარცელოთ, გუშინ ელენე ხოშტარიამ მიმართა მამკვა ხაზარაძე ძლიერი საქართველოს ლიდერს, რომ გამართონ დებატები გარკვეულწილად. კარგი იქნებოდა ადრე ყოფილიყო. კარგი იქნებოდა რომ ადრე ყოფილიყო. ხაზარაძემ დღეს ინფორმაცია გაავრცელა რაფორმით არ ვიცი, მაგრამ შინაარს გავეცანი ამბობს, რომ ის პირიქით მიესალმება ამ ტიპის დისკუსიაში მონაწილეობას, ოღონდ მის შეთავაზება არის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან არსებული პლატფორმის ფარგლებში გაიმართოს ეს დებატები, მათ შორის ყველას მონაწილეობა. ნახოთ რა გაგრძელება მოყვება ამას. ეს ჯობდა ანუ ამ მოწოდებაზე ეს პასუხი იყო, რომ ვიცი. არ გამოსულიყო გარეთ, ასე ვთქვათ, და არ ყოფილიყო ეს ურთიერთშეურაცხყოფელი რაღაც განცხადებები, რაც ძალიან აფუჭებს პროცესს. ეხა ისეთ სიტუაცია შეიქმნა, რომ რომელიმე მათგანმა რომ უკან დაიხიოს, გამოვარო, დაჭმორდა უკაცრავად და ამ სიტყვაზე შეიძლება ასე გამოვიდეს. ამიტომ გაჭირდება. ამიტომ შეთანხმებულად, მაგალითად, კონცენტრირება თბილისზე, თქვათ ბათუმზე შეიძლება და კონცენტრირება ქუთაისზე, ну ძირითადად თბილისზე. ეს ყველა ვარიანტი ხელისუფლებისთვის იქნებოდა ან წამგებიან, წააგებდა ელემენტარულად და იმიტომ კი არა რომ ძალიან უნდა წაგება. ყველაფერს შეეცდებოდა, ყველანაირ გაყალბებას მიმართავდა, მაგრამ არის ორი ვარიანტი. ან ის იძულებული გახდებოდა რომ დაუჯდებოდა ის ციფრები, რომელსაც ვეღარ გადაწერდა. ან თუ გადაწერდა, ეს მაშინ იგივე დასავლეთში ძალიან ძვირად დაუჯდებოდა. ანუ დელეგიტიმაცია არათუ გაგრძელდებოდა, არამედ გაღრმავდებოდა. მაგრამ ამას ჭირდებოდა ერთის მხრივ საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა, კოორდინირებულად იგივე ოპოზიციური პარტიების ერთიანი კანდიდატის შერჩევა, რაც თავისთავად რთულია. შეიძლება სულაც მე ვფიქრობდი, რომ საერთოდ ჯობდა რომ არაპოლიტიკური კანდიდატი და არაპარტიული უბრალოდ მათ შორის ამ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური ტიპების შეიძლება თავისუფლად შეიძლება იქიდან ყოფილიყო თბილისის მერის კანდიდატი ვიღაცა იმ წინააღმდეგობის მოძრაობიდან. ეს ჩემი აზრით იყო ყველაზე კარგი ვარიანტი. ხა მე ჭვება რომ ისე ვიყოს ამის შესაძლებლობა. თუ იქნება და თუ ოპოზიციური ძალები მონახავენ ისევ ამის შესაძლებლობას, ეხლა მე გაჭირდება შეცვლა იმ პარადიგმის, რომელიც უკვე არის, რომ ეს ღალატია ლამის იმ ხალხის, ვინც იქ იბრძოდა. ეს ცოტა ისეთი ემოციური შეფასებაა, უფრო იმიტომ რომ ღალატი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამას არჩევნებს განვიხილავთ როგორც ალტერნატივად ამ პროცესის და არა როგორც ამ პროცესის ნაწილს. და თუ შევხედავთ როგორც ამ პროცესის ნაწილს, როგორც ერთი ამ პროცესს, რომ აქედან რაღაცა არჩევნებით უტევთ, იქიდან ქუჩის აქციებით, ეს ქუჩის აქციების შეწყვეტა მე სულ არ მგონია რომ საჭიროა. პირიქით, რაც გაგრძელდება, ოღონდ უნდა დაიტვირთოს მეტი შინაარსით, მეტი მრავალფეროვნებით. სამწუხაროდ ყველაზე რეალისტური რაც დღეს გვაქვს არის ის, რომ კახარიას და ლელო და კიდე რამდენიმე პარტია შეიძლება გავიდეს და თქვათ ახალი ნაციონალური მოძრაობა და კიდე რაღაც ზოგიერთი სხვა პარტიები არ გავიდნენ. აი ამ შემთხვევაში უკვე ხელისუფლება იღებს უპირატესობას, გარკვეულ უპირატესობას, იმიტომ რომ აქ მნიშვნელობა აქვს რომ ამორჩეველი რამდენი წაყვება იმათ, ხო? რამდენად რეალისტური უკვე თბილისში მოგებაც ძალიან სათუო იქნება ამ შემთხვევაში და რომ ბუნებრივია ხელისუფლებას აწყობს, იმიტომ რომ დაამარცხდება, გაიმარჯვებს არჩევნებში. აქ კიდევ შეიძლება თქვა აი რამდენს ვინც მიიღებს მონაწილეობას ან ვინც არ მიიღებს რამდენად ეს პარტიები აჩვენებენ რომ მათ უკან დგას ხალხი. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ერთიანობის პროდუქტი იქნებოდა ცალ-ცალკე. მე ვფიქრობ ორივეს გაუჭირდება. სამომავლოდ აი ეს ორი ფლანგი რამდენად მოახერხებს მე ერთმანეთთან კოორდინაციას და ურთიერთობას უკვე ცოტა რთული იქნება ეს ამბავი. ამიტომ ნუ ახლა სამწუხაროდ ყველაზე ცუდი თუ არა, ცუდი ვარიანტი ნამდვილად მივიღეთ. რაღაც იმედი მქონიათ რომ შეიძლება კიდე შემოbrunდება. ნახოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენ ისეთ ხელისუფლება გვაქვს, ამათგან ჯერ ყველაფერი მოსაუბრელია და აცმა არის ის რას ისამენ, სამი თვე არჩევნებამდე შეიძლება ან ერთი მიმართულებით, ბოიკოტის მიმართულებით რაღაც ისეთი გამოჩნდეს, რომ მართლა შეუძლებელი გახდეს, მაგალითად მე პირადად სერიოზულად ვფიქრობდი, რომ პარტიები თუ აიგრძალებოდა ხო, აჟღარანერი ასერტაზრი არ იქნებოდა. ან ყველა პოლიტიკური ლიდერი თუ ხო, და კონკრეტულ და აპირებდა დარჩება. ნუ ბევრი ცვლადია კიდე, რომელმაც შეიძლება გავლენა. ახლა მას აღარ აკეთებენ და მე მგონი სწორედ იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს ინფორმაცია რომ ბოიკოტი იქნება. მე რამდენადაც შიდა ინფორმაცია მაქვს, ახლა ბევრი არა მაქვს, მაგრამ რაღაცები მოდის ხოლმე ხანდახან ჩემამდე. ერთ-ერთი საბაბი პარტიების აკრძალვის ეს იყო მათ ეშინოდათ სერიოზულად თბილისის არჩევნების.
იმასაც კი განიხილავდნენ, რომ არ ყოფილიყო პირდაპირ არჩევნები მერის. და შეეცვალა პარლამენტში, მაგრამ გადაიფიქრეს, იმიტომ რომ რახან არ არის თანხმობა, ოპოზიციის უთანხმოების შემთხვევაში უკვე აღარ ეშინიათ რომ წააგებინათ. მადლობა ბატონ დავით, მე მგონი ვსლათ და გასაგებად განმარტეთ თქვენი პოზიცია დამოკიდებულება როგორც არის. დაგემშვიდობებით, მადლობა დროებაში სტუმრობისთვის.